მერწყულო, როგორ ხარ? კეთილი იყო შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაზე მერწყულო. ჩვენ დაუკავშირდებით ენერგიებს ამ დღეებისთვის, მომდევნო საათებისთვის, მომდევნო დღეებისთვის. რას მოახდენს მერწყული ამ განახლების ენერგიით, რომელსაც გვანიჭებს სავსე მთვარე პატიება, ახალი მთვარე თევზების ნიშანში ხვალ რამდენიმე საათში. ასე რომ ჩვენ ყურადღებით ვიქნებით ყველა იმ ცვლილების მიმართ. გაიარეთ კონსულტაცია ასცენდენტთან, მთვარის ნიშანთან და ასევე მიიღეთ რა თქმა უნდა ის რაც რეზონირებს. ნახოთ რას გვეუბნებიან ანგელოზები მერწყულო რა უნდა იცოდე. ირგვლივ ბევრი წყლის ენერგიაა, ბევრი ემოცია, მაგრამ ამავდროულად ცდილობ გათავისუფლდე რაღაცისგან. შენ არ გინდა თავი იგრძნო მიჯაჭულად, არც ვალდებულად, მაგრამ ამავე დროს გინდა იყო მოვლილი და მხარდაჭერილი. ნახოთ, რას გვეუბნებიან ანგელოზები, კარგი, მონეტების ორიანი, სიტუაციები, რომლებიც მოძრაობენ და ბალანსდებიან ეკონომიკურ კონტექსტთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საბოლოოდ თავისუფლდების სიტუაციისგან. შენ გაქვს მიმართულების შეცვლის ვარიანტი და ეს გათავისუფლებს და გაკავშირებს ახალთან. მონეტების ორიანი არის კარტი, რომელიც მოგვიტანს ვარიანტებს, მაგრამ ასევე მოგვიტანს ახალ ელემენტს, რომელიც მოითხოვს ჩვენგან, რომ შევეცადოთ შევინარჩუნოთ ბალანსი გარკვეულ საკითხებში, არა? დავალებებში, რუტინაში, პირად კონტექსტში და არ გამოვიდეთ წყობიდან. იმიტომ რომ ჩვენ გზა უნდა დაუთმოთ ახალს. იმ ახალს ჩვენ ჩავთავთ ჩვენს ყოველდღიურობაში და იქ გამოჩნდებიან რესურსები. გამოჩნდება სამუშაო, გამოჩნდებიან ადამიანები და შენ იქ ნახავ როგორ გადანაწილდები, გაარჩევ, აირჩევ და შეაფასებ იმას, რაც ნამდვილად აუცილებელი და სასარგებლოა და იმას, რაც არც ისე, რათა დატოვო უფრო გვიანისთვის და დაკავდე რაღაცით, რაც კონკრეტულად საჭიროებს შენს ყურადღებას. დღეს ცხოვრება გთხოვს ბალანსს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთდროულად რამდენიმე სამუშაოზე ამ პროექტზე მუშაობა კარგია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ცხოვრების სხვა სფეროები, არ უნდა დავივიწყოთ სხვა საკითხები და განსაკუთრებით ენერგიის ჩადება ურთიერთობებშიც, პარტნიორთან ურთიერთობებში, მეგობრებთან ურთიერთობებში, შვილებთან ურთიერთობებში და ასევე ზოგიერთი იმ აქტივობის უფრო სასიამოვნო, უფრო სახალისო აქტივობებად გადაქცევა, რომლებსაც შენ აკეთებ. შეინარჩუნე ცხოვრების თამაში და იცოდე როგორ მიჰყვე სიტუაციებს, რომლებიც შესაძლოა გვაგრძნობინებდნენ ცოტა დათრგუნულად, მაგრამ ხვალ ისინი პირდაპირ შეიცვლებიან და მაღლა წაგვიყვანენ. მაშასადა მე ახალი რესურსები და ახალი შესაძლებლობები იმისთვის, რომ შევცვალოთ ის, რაც არ მოგწონს, არა? და იქ ვახდენთ ენერგიის ფოკუსირებას და იქ ვირჩევთ ხელსაყრელად თუ როგორ მართავთ რესურსებს. მაგალითად ფული. აუცილებელია ამაში ხარჯვის გაგრძელება, სასარგებლოა ჩემთვის ეს ურთიერთობა, სასარგებლოა ჩემთვის აქ დროის დათმობა თუ არა. რა მონეტა განიშნებთ, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა ახალი კარი გიღებათ სწავლისთვის, პრაქტიკისთვის, ან საკუთარი თავის სრული რეინვენტირებისთვის, რადგან წინ უამრავი შრომა და სერიოზული გამოწვევები გელოდებათ, მეგობარო. ამიტომ აქ შემოდის ეს შესაძლებლობა და ეს რესურსი. შენ ასევე ნახავ, რომ გამონახო დრო. ამიტომ გეუბნება ბევრი დავალება და ბევრი რამ ერთდროულად. შენ ნახავ შესაძლებლობას, რომ გამონახო დრო, რადგან იქ აუცილებელია დიახ გქონდეს მეტი ცოდნა და იმუშაოთ წაშეცდომის მეთოდზე, რადგან შენ მოგინდება სხვებისგან გამორჩევა. მონეტების რვიანის მუშაობა არის მუდმივობა, მოთმინება, პასუხისმგებლობა, არის დაპირისპირება, არის განსაზღვრულობა და განსაკუთრებით არის შედეგი. შესაძლოა ცოტა მოსაწყენი მოგეჩვენოს დავალება, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ ცოტა სიამოვნება შეიტანოს საქმეში და ყველაფერი ისე დაალაგდება, რომ მალე მიიღო კომპენსაცია გადახდა, ან შეიცვალო სამუშაო ადგილი. შენ შეგიძლია გაფართოვდე, შეგიძლია გააკეთო საკუთარი ბიზნესი, შეგიძლია დაგეგმო ცვლილებები შენს ბიზნესში, შეგიძლია გააკეთო ცხოვრებისეული ინვესტიციები, დროისა და შესაძლებლობების ინვესტიციები, რადგან აქ შენ აჩვენებ და განვითარდები შესაძლებლობებში ნიჭში და ცხადია, მოგინდება გამორჩევა და შენ გამოიყოფები. ცოდე რომ უნდა მოემზადო და ამას გააკეთებ. ცვლილების 7-იანი არის კარტი, რომელიც გველაპარაკება არჩევანზე, რომელიც გაკეთდა ახლახან ან ადრე, ახლო წარსულში ან არც ისე ახლო, რომელსაც შენ ხვდები, რომ არ გაწყობს, არ სარგებლობს. და იცი რომ ცხოვრება გეუბნება, რომ შეგიძლია შეცვალო კურსი, შეგიძლია შეცვალო ადგილი, შეგიძლია შეცვალო კონტექსტი, შეგიძლია ირჩიო სხვა გზა. არა შეგიძლია ირჩიო სხვა სტრატეგია, შეგიძლია ირჩიო სხვა გზა, მაგრამ ასევე შეგიძლია ირჩიო საუკეთესო სტრატეგია შენთვის. განსაკუთრებით შესაძლოა იყოს ისე, რომ ამ მომენტში შენ მოგიწევს განვითარება ამ საკითხში, რადგან იქნებ შენ ფიქრობ მარტოობაში გზის გაკვალვაზე, არა პროექტი სამუშაო. მინდა გავაკეთო ჩემი მხრიდან, მინდა ვიმუშაო კერძო წესით
იქნება არ ხარ ისე მზად და ისე მომზადებული, როგორც შენ ელოდები. მაშინ ცხოვრება გეუბნება. შეიცვალე მიმართულება და იქ იპოვე ადამიანებს, ვინც დაგარიგებს, გასწავლის და დაგეხმარება. ან შენ შეგიძლია მიხვიდე ადგილამდე, ან იმუშაო იმ ადგილას და შეგიძლია მიიღო ცოდნა, რომელიც გჭირდება იმისთვის, რომ ძალიან მალე გადახვიდე ამ სიტუაციაზე, რომელიც არის სხვა არჩევანი, არა? სამუშაოს მხრივ ჩემს დამოუკიდებლობას ვირჩევ, თუმცა 7 მახული გვაფრთხილებს გავითვალისწინოთ და მოშორდეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის ხელსაყრელად არ გამოგვადგებიან. ანუ ისინი იყვნენ ხელსაყრელები რაღაც მომენტში, მაგრამ დღეს ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მათი ქმედებები, მათი ქცევები და მათი ფორმა იმისკენ, თუ რა არის ცხოვრების გარკვეული კონტექსტები, რომლებიც შენთან იზიარებენ, არ არის ყველაზე პატიოსანი ან ყველაზე ნათელი. და შენ გაიხსნები, მიხვდები, რომ იმ ადამიანისგან გათავისუფლება შეგიძლია. კარგი, ხმლების დედოფალი იმპერატრიცა. ეს მეუბნება, რომ იმპერატრიცას შენს ცხოვრებაში მოაქვს რაღაც ან სიტუაცია, რომელიც ძალიან გიმაღლებს თუ შეფასებას და ძალიან მაღლა გაგრძნობინებს თავს, ხომ? ეს ისაა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ შენ შეგეძლოს შექმნა სიმრავლეში, იგრძნო თავის სიმრავლეში და დაიწყო თავის განთავსება ძალიან კომფორტულ ზონაში, სადაც შენი საფუძვლები იქნება იმაზე მეტად უზრუნველყოფილი, ვიდრე შენი პიროვნული ზრდისთვის. დაინახე, როგორ აქვს ყველაფერს თავისი მიზეზი. 8 პენტაკლისი გამზადებს, წარმატებისა და გაფართოებისკენ მიგიძღვება, ხოლო ემპერატრის იქვე სწორ ადგილას გაყენებს, რათა მიწაზე გადმოიტანო ამ 8 პენტაკლისისგან მიღებული თუ შეწოვილი და შენი შრომის ნაყოფიც მიიღო. იმპერატრიცის ქონა კარგია, გვეუბნება, რა შეიძლება იყოს შენში დაწყებული ჰარმონიის განცდა, არა? კარგი, მე გადავწყვიტე ხელსაყრელად ავირჩიო იმ მონეტების ორიანიდან ის, რაც მემსახურება, რაც მომიტანს ფულს, რაც მაგზნობინებს თავს სასარგებლოდ და გარდა ამისა, რაც მახალისებს და მზდის როგორც პიროვნებას. და იმპერატრიცა გვესაუბრება ამაზე, გვესაუბრება იმის შესაძლებლობაზე, რომ ვიგრძნო თავი ძალიან მაღლა პირადად და განსაკუთრებით ასევე შეიძლება იყოს ისე, რომ შევიდეთ ძალიან დიდი ნაყოფიერების ფაზაში. მაშასადამე საუბარია იმაზე, რაც შეიძლება იყოს ძალიან ნაყოფიერი პიროვნული კონტექსტი, სადაც შენ განათავსებ კონკრეტულად ან განახორციელებ კონკრეტულად პროექტებს, გარემოებებს, ურთიერთობებს, რომლებიც მოითხოვენ ამ იმპერატრიცას ენერგიას. რადგან იმპერატრიცა ცხადია, ეძებს საკუთარი თავის ხელახლა დაყენებას პირადად, თავი იგრძნოს კარგად იმისგან, რაც არის თვითშეფასება, თვითმოვლა და კარგი ამ გაგებით ის ასევე ითხოვს ენერგიას, რომელიც დაუჭერს მხარს. შენი გაქვს ის, რაც არის ლამაზი კარტი, რომელიც არის კვერთხების 4-იანის კარტი. კვერთხების 4-იანის კარტი ჩნდება, როდესაც ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ადამიანს აქვს ზეიმის მიზეზი. სადაც ხედავს, რომ მისი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია მის სახლში, მის სამუშაოზე, სადაც საგნები მიედინება იმისგან, რაც არის ჰარმონია, რომ იქ უკვე იმპერატრიცა გვესაუბრებოდა ამაზე. შეიძლება იყოს ისე, რომ ზეიმობდეს ვალდებულებას, ბიზნეს აქტივობას, რაღაცის მიღწევას. შეიძლება იყოს ასევე კმაყოფილება რთული სიტუაციიდან გამოსვლის გამო, იმ ურთიერთობის გაწყვეტის გამო, რომელიც არ არის ხელსაყრელი და ასევე გარკვეული უბედურების უკან დატოვების გამო. კვერთხების 4-იანი არის კარტი, რომელიც ეუბნება მერწყულს, რომ არის მომენტი ასევე სიამოვნებისთვის, სიამოვნება ურთიერთობისგან, პიროვნული კონტექსტის სიამოვნება, სახლის სიამოვნება, მისი მომენტის სიამოვნება. დიახ, ბევრი რამ, რასაც შენ აჭიანურებდი ეკონომიკური საკითხის გამო, შენ მათ განახორციელებ ახლა. დაყოვნებები, რომლებიც დაკავშირებულია საკითხებთან, რომლებიც პირდაპირ მიდის შენს სახლთან, შენს ოჯახთან და რომლის გაკეთება შენ გინდოდა მიენიჭო განსაკუთრებული ყურადღება, ამას შენ ამას გააკეთებ ამ დღეებში. სიკვდილის კარტი არის დიდი ცვლილება შენთვის, ეს არის ცვლილება, რომელიც გარდაუვალია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოაქვს შენი ხელახალი დაბადება და მოაქვს ის, რაც შეიძლება იყოს თავისუფლება, რომელსაც მე ვხედავდი კითხვის დასაწყისში, რომელსაც შენ ეძებ. რადგან სიკვდილის კარტი ასევე არის კარტი, რომელიც გვესაუბრება მერწყულზე, რომელიც ნატრობს ამ მომენტს, როგორც იმ ძალიან ნანადრ მომენტს დიდი ხნის წინ, არა? და ეს ნამდვილად არის მანამდე და მის შემდეგ, რადგან არის დიდი მსხვერპლშეწირვის შემდეგ. არის ადგილის დათმობა ახლისთვის, უპირატესობისთვის ადგილის დათმობა, არის იმის გაგება, რომ იწყებ ვიბრაციას განახლებასა და ცვლილებაში, რადგან დასრულდა ეტაპი და ემზადები ახლისთვის. ამიტომ აკეთებ საქმეებს ასე კარგად. ეს არის ისე, თითქოს შენი წინასწარმეტყველი იცი და გამოიცანი. აცხადებს მოულოდნელ ცვლილებას, რომელიც თან მოიტანს გარდამავალ პერიოდს.
გარდამავალი პერიოდი არის გარდაუვალი და აუცილებელი, რადგან შენ ვითარდები და ვითარდები შენი ზრდის სასარგებლოდ და ვითარდები შენი სიმრავლის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია განყენება შეინარჩუნო ისეთი ვითარებებისგან, როგორებიც შესაძლოა 7 მახვილის გავლენამ წარმოშვა და იმის მიმართ, რასაც უმთავრესად აირჩა. ანუ თუ შენ უფრო მეტად ხარ ფოკუსირებული პირად ნაწილზე და ეკონომიკურ ნაწილზე და სამუშაო ნაწილზე, ვიდრე ემოციურ ნაწილზე, ძალიან კარგია შეინარჩუნო მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება იმისგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილიც. და დაიწყებ ასევე იმის მიხვედრას, რომ წარსულში შეძენილი ყველა გამოცდილება დღეს არის შენი დიდი მრჩეველი. ყველა ის გამოცდილება არის შენი დიდი მრჩეველი. მესაუბრება იმის პოვნაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმ ტკივნეულ გამოცდილებას, რომელიც იცხოვრე და ასევე მადლიერება იმ ყველაფრისთვის. კარგი, ერთ თვეში ამბობს, ერთ თვეში, თვენახევარში შენ დაუკავშირდები ქალს ან კაცს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც იქნება ძალიან დაკავშირებული შენთან სიყვარულის დონეზე. იქნებ უკვე ამ მომენტში ხარ ურთიერთობაში, მაგრამ გეუბნება, რომ რაღაც ხდება, რაღაც იცვლება. აქედან ერთ თვემდე და თვენახევარამდე. ეს მოდის იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ლოდინთან, შენს მიერ ლოდინთან, არა, ვიღაც ვინც რაღაცნაირად ითამაშებს შენს ცხოვრებაში უფრო მეტად მნიშვნელოვან როლს. გიდები გეუბნებიან, რომ რაღაც იწყება არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ან შენ გაიცნობ ადამიანს, რომელიც რაღაცნაირად მიგიყვანს სიყვარულთან დაკავშირებამდე. ეს არის ადამიანი, რომელსაც პირველი დღიდანვე სრულად ენდობი, ის გააღებს კარს იმისთვის, რაც შეიძლება იყოს ძალიან პოზიტიური გამოცდილება. ადამიანი პირდაპირ შემოდის შენს გულში, გეხმარება რაიმე სახის კონფლიქტის მოგვარებაში და ასევე მოდის იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოგიტანოს დიდი ბედნიერება. მომება, რომ სამ კვირაში შენ სიყვარულში ნანატრი რამეები უკვე მოდის. მეუბნება, ეს არის საკმაოდ მოკლე დროის მონაკვეთი, შენ მიიღებ ნიშნებს ან კონკრეტულ ქმედებებს, მაგრამ იმავდროულად სანამ თან გდევს ეს დიდი ცვლილება, შენ ასრულებ ეტაპებს, შენ ასრულებ საქმეებს, რადგან უნდა იყო მსუბუქად, იყო გასუფთავებული წარსული სიტუაციებისგან. ეს აწმყო, რომელსაც შენი ცხოვრება არის აწმყო, ანუ რაც მიგიყვანს ძალიან განსხვავებულ მომავალამდე, შენ იღებ ძალიან კარგ ახალ ამბებს ან ძალიან კარგ შესაძლებლობებს. გამონახე დრო იმისთვის, რომ დაიცვა თავი, ამიტომაც გაქვს იმპერატრიცა, რათა მოიპოვო მეტი თავდაჯერებულობა, რადგან მოდის ლამაზი სიურპრიზები ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, რაც მოაქვს ამ ადამიანს, ან უკვე არსებულ ურთიერთობას. ძალიან მომეწონა შენი გაშლა, მერწყულო. ცხოვრო დაადგინო და მადლობა გადაიხადო, რადგან ეს შენთვის მოდის.